მოგესალმებით თქვენ უსმენთ პოდკასტს ემიგრანტები დღეს. მე გახლავართ მარიამ ჯაფარიძე, ჩემ თანაწამყვანთან ერთად, თამარა ჯობავასთან ერთად. დღეს გვეყოლება არაჩვეულებრივი სტუმარი, რომელსაც თამარა გაგვაცნობს. ხო, გამარჯობა მარიამ, გამარჯობა ქალბატონ რაისა, გამარჯობა მაყურებელო. დღეს ისეთი მაგარი სტუმარი ყავს, რომ აი კანში ვერ ვეტევი, ისეთი მაგარი სტუმარი ყავს, ერთი სული მაქვს, რომ აქედან გასვლა აღარ მინდა, მოკლედ ისეთი ამბავია. კი, ნამდვილად. ქალბატონი რაისა ჯაფარიძე და მე ისევ უმცირესობაში ვარ, იმიტომ რომ მარიამის ჯაფარიძეა და ჩვენს მეორე ეპიზოდს თუ უყურეთ, იქ ორი ჭიათურელი იყო და ისევ უმცირესობაში ვიყავი, თუმცა მაგ ამბავს მალე გამოვასწორებ. ქალბატონი რაისა ვიცნობ მე ჩემი მეგობარი ლილი ფულარიანიდან. კი. ლილი ჩემი მეგობარი 10 წელზე მეტია, ერთად ვსწავლობდით. ამბის მთხრობელია, არაჩვეულებრივი და როდესაც პირველად ქალბატონი რაისა გავიცანი, მაშინ მივხვდი რომ საიდან მოდიოდა ეს ამბის თხრობის უნარები, ლილის ამბის თხრობის უნარები. ქალბატონი რაისა, თქვენ ხართ ემიგრანტების პოდკასტში. და ემიგრაციაზე უნდა ვილაპარაკოთ. და ძალიან დიდი ხანი იყავით ემიგრაციაში. მოგვიყევით რა იყო ეს დროში, როდის წახვედით, რამდენი წლის იყავით, რა ხდებოდა თელი კონტექსტი. მოგესალმებით. მოხარული ვარ რომ მომიწვიეთ, იმიტომ რომ ეს შეკითხვა და ეს საერთოდ აქტუალურია რა. ემიგრანტების ამბავი და მადლობელი ვართ რომ გახსოვთ ემიგრანტები. და იმედია რაღაცებს მოგიყვებით ალბათ თავგადასავლებს რაც როგორ გადამხდა წასვლა რასაც შემეკითხებით გიპასუხებთ 5-იანზე. რამდენი წლის იყავით ქალბატონი რაისა როცა წახვედით? რომელი წელი? 54 წელი. 2007 წელს. 2007 წელს. ვაუ. და რამ გიბიძგათ, რა იყო მიზეზი, რატომაც წახვედით? აი როგორც 90 წლების მერე შეწყდა ყველაფერი თითქმის საქართველოში. მე მუშაობდი ქუთაისში. 6 მოძრავ კოლონა იყო. ხონდა ვარციხეში იყო ჩვენი ფილიალი. თავარ ტექნოლოგი ვიყავი, გარყნის. მაყურებელსაც რო ვუთხრათ, თქვენ დღეს ჩვენთან ჩამოხვედით დინიდან, ანუ იმერეთში ცხოვრობთ და იქ მუშაობდით. იქ მუშაობდით. ახლოს. იქ სინჯე საირმეშიც ჩამოსხმაზე ვიყავი. მე ფიზკულტურის მასწავლებლიც ვიყავი, მაგრამ როგორც ასეთი ხელფასი ხო იცი 4 შვილი. 4 შვილს მე გაგრძელება უნდა და სწავლა, ყველაფერი. არ იყო პრობლემა ჩემთვის მაგალითად საჭმელი და რაღაცა, მაგრამ ბავშვებს სწავლა უნდათ. თქვენ იცით ახლა ჩემი სახლი და ჩემი მაგიდა. კი. ისუ გაშლილი ქონდათ წიგნები ჩემ შვილებს. შევატყვე რომ სწავლა აინტერესებდათ ბავშვებს, მეტი არაფერი და ხედე ამათ გულისის გადავდე ჩემი თავი. აი რომ იტყვიან შეწირე ეკლესიასო რაღაცაო და ასე ვარ ჩვენ ემიგრანტები ყველა ოჯახიდან შეწირული რა ეკლესიას. მეტი ჩვენი ინტერესი არაფერი არ არის რა, რომ შვილები და ოჯახი. ამიტომ წავედი. ქალბატონ რაისა, აი რა იყო ის მომენტი, რამაც აი ესე გიბიძგათ და გადაგაწყვეტინეთ, რომ მოდი ახლა მე დღეს ავდგები და წავალ იტალიაში. მე ახლა რო გითხრათ არ მიჭირდა იმდენად, იმიტომ რომ ახლა ჩემი მეზობლებმაც რო გაიგოს რაღაცა, იმიტომ რომ მე 4 ადგილას ბინა მქონდა თბილისში. რუსთავში და რუსთავი გავყიდე და მის ფასი წავედი, რომ ჩემ ბავშვებს არანარ შეაწუხოს, იმიტომ რომ მაშინ სესხის აღება იყო, ბინების ჩადება იყო რაღაცა და გადავწყვიტე ასე და დამშვიდებული წავედი რა აქედან. და ავდგებდი იქით მე ხო იცი ბინის გულისის მიდის ხალხი და რაღაცა და მე არაფერი ბინა არ მიყიდია სანაცვლოდ. რაც გავყიდე, იმიტომ რომ ბევრს ვეხმარებოდი, შეიძლება ისმენენ ემიგრანტებმა ჩემი ისტორია ყველა მიწის. როგორ დაუდექი გვერდში ზოგიერთებს. სანამ მაგ ამბავამდე მივალთ, მე მაინტერესებს რა განცდებში იყავით პირველად რო წახვედით? ანუ პატარა გოგო არ იყავით? პატარა გოგოც არ ვიყავი და ხო გარემოში მიდიოდით. ენაც ხო გინდა ისწავლო ახლა, ახალგაზრდა უფრო სწავლობს ენას და მიჭირდა ახლა ენის სწავლას ჩვენ საერთოდ გვიჭირდა.
ჩემ ასაკისას. ვსწავლობდი რა წინასწარ ვენახში ვსწავლობდი ხან რაღაცას აი ოჯახური აი რაც შეიძლება ისწავლოს პირველადი რას გინდა მოხუცდა ადეკი და აჯექი საჭმელი მკუხნა ეს რაღაცები ხონდა იცოდი. ან თავიდანვე ზუსტად იცოდით რომ იტალიაში არა, კი ვიცოდი, იმიტომ რომ ჩემი დისმული შვილი მხდებოდა იქ. ხო. იმის იმედი მქონდა. ხო. მაგრამ მე ვიცი ლილისგან ის ამბავიც რომ თავიდან იყო ორი არჩევანი ხო ან თურქეთში მიდიოდით და ან იტალიაში და ლილი მეუბნება რომ სიმინს ვარჩევდითო და თან თურქულს სწავლობდითო და თან იტალიურსა და დღემდე მასის თურქული სიტყვებია. თურქეთში მინდოდა რატო იცი ვითომ ფულს ვიშოვი რომ იტალიაში წავიდე გზის ფული. მაგრამ ვერთან გადავიფიქრე იმიტომ რომ ვერ შევაგროვებდი. ოჯახსაც ხო უნდა გამომეგზავნა ფული ბავშვები ახლა ორი ინსტიტუტში სწავლობდნენ. დამთავრებული ქონდა, მაგრამ მუშაობდნენ თან და თან სწავლობდნენ ეს ორი უმფროსი. ხო. ესენი უფრო პატარები იყვნენ. ლილი მე ორი გოგო, 4 გოგო ყავთ. 4 ქალიშვილი და მე კლასში პატარა. მეტი რა უნდა მეკითხა ახლა ბავშვებისთვის ბავშვები გადავწყვიტა და მივდივარ და ასე და თვითონაც არ მაგრძნობიებდნენ, იცი, არ მთქვიათ რომ დედა არ წახვიდე და დედა რაღაცა და მე მეუღლე უკვე ასაკში იცი იყო 12 წელს უმფროსია ჩემზე და იმის დატოვებაც ახლა იმასაც ცალკე უნდა და მიხედვა რაღაცა და მე ბავშვებმა არ დატოვეს ბაღდადში ლილი და წამოიყვანეს თბილისში იმებაც ჩემი მეუღლეც ესე იგი მივატოვეთ ფაქტიურად ის სოფელი ხო და მე უფრო იმიტომ წამოვედი რომ იქ სოფელში მინდოდა ამეშენებია კაი სახლი რასაც ქვია ხო არა მაგის დაანგრევა მინდოდა მე ზუსტად მაგ ხის სახლი და ძალიან ბრძოლა მიდიოდა ჩვენში ძალიან მაგალს რაღაცნაირად ასე მგონია რომ თქვენი ოცნება თქვენი ყველაზე უმცროსი ქალიშვილის ოცნება და ციქცა და ლილიც აუცილებლად გვაყოლება ჩვენ პოდკასტში ესენი მაგენი მასე ფიქრობდნენ თავიდან თურმე და ეს ახალ გამჟღავნდა და რამდენი მუშა მე ვიყვანე მე რამდენჯერ ჩამოვდი ყოველ წელს ჩამოვდიოდი სოფელში იმდენჯერ უარი მითქოს ძვირია დედა ძვირი და თურმე ამათ სხვა ის აქვთ მუშაობას რომ დავიწყებთ ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ასე ვიზამ და ამაზე ასკდებოდნენ და სწავლობდნენ და იყვნენ თან მაყურებელს უნდა აუხსნათ ახლა ეს ამბავი რომ დიმში ბაღდადში იმერეთში არის თქვენმა ქალიშვილებმა ფაქტობრივად აღადგინეს მამაპაპისეული 120 წლის ხის სახლი რომელიც რაჭიდან იყო ჩამომავალი არა თვითონ ბაღდადის სოფელ ხანიდან ხანიდან იყო ჩამოსული და მოკლედ ეს ბრძოლა მიდიოდა რომ შევინარჩუნოს თუ არა ეს სახლი იყო შეძლებული ოჯახი ჰქონდა ჩემი მამამთილს და ვერავინ ვერ შეეჭიდა მაგას საერთოდ ნიკოლოზის ოქროავს გადახდილი მაგ სახლში მე ახლა მას მიყვებოდი ხნის ხალხი ხო და ძალიან შრომელი კაცი იყო რა 4 ქალიშვილი ყავდა 2 ბიჭი აკლდა თავში 2 ქალიშვილი ყავდა და სტუდენტები ყავდა ყველა თბილისში ერთი ქუთაისში სწავლობდა ჩემი მეუღლეც თბილისში სწავლობდა ახლა ომის პერიოდი რა ვარია ომის შემდეგი წლები და ჩემი დედამთილი დაგრძელებული ხელები მქონდა, სუნკები ჩამქონდაო იქ თბილისშიო და ჩემი მამამთილი თურმე არ ცოდენია რომ იმაში ყავდა ბავშვები თბილისში იმანიცო და ქუთაისში ყავდა ხო და რომ ჩავიდოდი ჩაუტანდი მეორე დღეს წამოვსულიყავე ჩემმა დედამთილმა იმიტომ რომ სულ ამბობდა რომ შვილებს ასწავლიო შვილო დატო იმ თვითონ 13 წელს გათხოვდა ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა რომელიც სახელი დაარქვა ჩემო გოგო აი მაგის თქვა მინდოდა არავისი არ გაუცვლი ჩემო 4 ბიჭი 4 გოგოს აი რა მაგარია ბრავო მაგარია ჩემი შვილები არასოდეს არ შემიქია მაგრამ ამაყობთ ბავშვი არა რატო არ შემიქია იცი უფრო სხვა რო გეტყვის უფრო კარგია და ყველა მეუბნებოდა რა გოგოები ყავს რა გოგოები ამას 16 წლამდე ამენ გაგიჩერებს სახში და ხო ხედავ ახლა სახში წავს მაგრამ თქვენი დამსახურებით არის ეს თქვენ რო წახვედით ამდენი შრომით და განათლება რომ მიეცით ხო მე უბრალოდ იმის თქვა მინდოდა რომ აი დიმში თუ ჩახვალთ ჩვენი მაყურებელი თუ ჩავა ნინა სოული სადაც არ უნდა იკითხოთ ყველა მიცის აბსოლუტურად ახლა და არაჩვეულებრივი სახლკარი და ძალიან ულამაზესი მართლა იმერული ოდა დაგხვდება ჯერ არა კიდე დამთავრებული და არ მიშვებენ ახლა რომ ემიგრაციაში გამიშვით და დაგიმთავრებთ ყველაფერს და არადე და ჩვენ კიდე გინდათ ხო ახლა ჩვენი
ახლა ემიგრაციას დაუბრუნდეთ და ჩვენი ცხოვრება აქედან რომ ლამაზად ჩანს ახლა იქით ასე არ არის. ძალიან ბევრი ისეთი გოგოები არიან, ისეთი აი თვითონაც მოსავლელები არიან უკვე. აი ჩემზე უფრო დიდი 80 წლის ქალი ჯოხით რო დადის. ცილის რო დადის, იმას ჭირდება თვითონ მოულა და მე მიყვირს ახლა როგორ უნდა იყვანოს ის ვიღაცამ რომ ასე თან მიძახიან სამსახური გვიშოვე. როგორ უნდა უშოვო, ხო უნდა მიიყვანო ახლა, ხო უნდა აწიოს მოხუცი ან რაღაცა. მე თან ისეთი ნერვები უნდა იცი ესე. ხეს უთხარი ჩემ პატრონს რომ აქ საერთოდ ფსიქიატრული საავადმყოფო არის მეთქი და არაო და აპარა მე უთხარი ჩვენ ხო ვართ აქ ქართველები თქო. თქვენ პატრონობთ ერთმანეთს. ჩვენ პატრონობდით ახლა ზოგს ძალიან ნერვოზიც ქონდა გოგოებს. აი რამდენი დამირეკავდა. მე ახლა რასაც ვამბობ არაფერი მოგონილი არ არის ყველას. დივისა და ქარო მყავს ყველა ძალიან მიცნობს. ახლაც რო ვიყავი ჩასული ვაიმე ჩამოდიო და ხო არ გახსნის სახინკლეს და კი მე უთხარი როგორ არა შეხედი. ახლა მაგ ამბავს რო გავყვეთ. თქვენ გქონდათ სასადილოს ამბავი ვიცი, ოღონდ კარგად არ ვიცი. სასადილო მქონდა პაკისტანელებთან ერთად გახსნილი მქონდათ და იქ შევედი ხუთშაბათ და კვირას სულ თავისუფალი ვიყავი. არ ჭირდებოდი ხა ბები ესეთი მყავდა რომ თვითონ ულიდა თავის თავს და იმიტომ გადავწყვიტე ამ სასადილოს ის. მაგრამ ეს სამსახური არ იყო, რაღაც დამატებით აკეთებდით? არა, დამატებით მეთქი ური კაპიტანი. რატო რა იყო? რატო და ენატრებოდათ ხალხს საჭმელები, ხინკალი, ლობიანი, ხაჭაპური, აი მეგრელები კიდე. ღომი რამე მოუნდებოდა ყველაფერს ვაძლევდი უფლებას და ესე ჩვენი ოჯახივით იყო რა. ხო. იმათაც კაი მუშაობა ქონდა ჩვენ ხო იცი ქართველები რა ვარ ის ვიცით. სმაჭამა. არა და ძალიან ბევრს უჭირს ძალიან ჯერ ბევრი სესხი ჩამოვიდა, ბინები ჩადებული ქონდათ. ზოგს ოჯახში ქონდა ქმარს გაშორდნენ და აბოლინგებდნენ თუ რაღაცა ესეთი რაღაცები ქონდათ ოჯახში და წამოვიდნენ 21 წლის და 22 წლის და რა უნდა ნახოს ამ გოგომახა ცხოვრებაში. ჩვენ ქემაინც გამოვიარეთ. სტუდენტობა მქონდა, სპორტსკოლა დავამთავრე თბილისში. თელი ცაძმა კაცო და ჩემი ამ ხანაგები მის ადგილას დამუშევრან. ალბათ არ გამიჭირდებოდა აქ ყოფნაც. მაგრამ გვიან გავიგე. წელს მქონდა სხვადასხვა ვახსენებ მაგას 54 წელს თავი გადავიხადეთ წელს ჩემ ამხანაგებმა 15 ადამიანთან მკვდარი იყო და ასე მეგონა რომ იმ დღეს რო გავიგე ყველა ერთად მოკვდა სკოლის ამხანაგ და ისე ვიყავით აი საკუთარი დაძმასავით სპორტსმენები ვიყავით არჩეულის რაიონებში და აქ სპორტსკოლაში სწავლობდი თბილისში მე სკოლას სახ დავამთავრე მოსაგონარი ძალიან ბევრი ქონდა ჯერ ახლა რო ვიქეიფეთ რაღაცებს ხო შევიკრიბეთ და იმისთან ის დრო ვატარეთ იმისთან დღე მე არ მქონია რა გითხრათ მართალგეთ წეგან ახსენეთ სხვა ქართველები ვინებიც იტალიაში თქვენთან ერთად იყვნენ თუ ვინებიც ჩამოდიოდნენ 21 წლის გოგოები ძალიან ბევრი ადამიანს შეხვედრი ხართ ქართველებს ემიგრანტებს ბევრს დახმარები ხართ და ხელი გაგიწვიეთ რა არის ხოლმე ძირითადად ის მიზეზები რატომაც მოდიან მე რა ეიოლებათ იქ რატომ რჩებიან უკან თუ უნდათ დაბრუნება ან რა ბრკოლებთ ამ დაბრუნებისთვის ძალიან ბევრი მიზეზია ხო ზოგადად მე რას ვიტყვი უფრო იცი უფრო წაქეზებითიც არის აი რო წამოვა ვიღაცა და ბანკის ვალს აიღებს და სესხებს აიღებს და რაღაცას ბინას ოიყიდის ახლა უფრო გაძვირდა ეს ბინები და ადრე უფრო არ იყო ასე ბინა აქ მე ვწვალობდი 5 წელიწადში ისეა თუ ასე ერთ ბინას გაახერხებდი როგორღაც გოგოები და იფიქრებდნენ ახლა რომ იმან ბინა იშოვა ამან იყიდა იმან იყიდა და ჩვენ ხო მიბაძვა გვიყვარს საერთოდ ქართველებს იმიტომ უფრო წამევიდნენ მე იქაც ჩამოდიოდნენ იქ კიდე ბიჭები ჩამოდიან და ბიჭებსაც უჭირთ ხალი მაინც იშოვის და შედის მოხუცთან და უვლის მაგრამ ახალგაზრდა ბიჭი რო ჩამოვა და ხანდისხანი ხიდის ქვეშაც ეძინათ ბევრჯერ და სადაც ძინავთ და სად არის ღმერთ მოუწყის. აი და ვიტყოდი გულში რომ აი თქვენ უბედური თქვენ დედებს რომ არც იცი არა სადაყავს ხადასაკეთებენ. დაბრუნება თუ უნდათ აი ეს მაინტერესებს რა ეს სულ ამას დაბრუნება არის ახლა ზოგს უნდა, მაგრამ ზოგს არც უნდათ. რა გვიხარია ჩვენიც აი ჩვენი სპორტსმენების წარმატება. ამან ხო
ყვარაცხალიამ ხო გადარიათელი იტალია და ეს ქალები ახლა მე სპორტსმენი ვიყავი მაინც და ფეხბურთელები ძმაკაცები და ისინი მყავდა ყველა და ეს მოხუცები რო არიციან ამიტომ ხვიჩა იძახია ხო და ვამაყობთ რა მაგებით ბევრი ჩვენი ახლა ჩემი ხნის და კი ახალგაზრდებიც ყველა ხო და ერთი ბექაური იყო მოჭიდავე და იმას უყურებდი მახსოვს კარგად გადამერე ეს საქართველია მე უთხარი ჩემი მასვენე პატრონს და მე გადართო სოგან და გამოაცხადეს რომ პატარა ქართველმა ქალმაო პატარა ბავშვი ნაგავში ჩააგდო და არაბნიერებმა იპოვესო და სახელიც დაარქვეს იმ ბავშვს და მე ამ გოგოს ემუქრებოდა ციხე ხო და რაღაცა აწყოს და ასე რომ დედასთან ყავს ახლა და უწყობენ ხელს იქ ესეც ქართველიაო არა მე ვუთხარი ეს ამერიკაში ჯორჯია როა ისაა მე ახლა ასე ვაწყულებდით ხოლმე რომ ჩვენი ქვეყანა არ იმას ყოფილიყო ხო და მე მაგალითად ყველას ვეპატიჟებოდი საქართველოში ჩამოდი და რაისასთან მივდივართო სულ იცინისო და ყველამ თქვენ იმას მოუვარეთ მივუთხარი პატრონებს მე ჩემსაც კი მივიყვებ ესეთი მდგომარეობა როგორც გვარცხვენი ესე გვაქებია ორი სახე აქვს მოკლედ რა იქ არ არის იოლი არც აქ არ არის იოლი ყოფნა და აქედან თუ უკვე მენტალური პრობლემებით მიდიხარ თუ ძალადობა გემუქრება სახლში და ასე მიდიხარ იქ მარტივი არ არის რომ ჯაჭვიდან გამოხვიდე გზავრობას ახლა კიდე უფრო ვიზა რო შემევიდა ჩვენი უფრო ადვილად გადმოდიან 90 დღე აქვს მე რჩებიან და არიან გოგოები აი ქუთაისელი გოგოები რომ მომიყვე ხო მე ხო ძლიერი ვარ მეთქი მე მაგას ვერ გავბედავდი მიიყვანდნენ საბერძნეთში ნაპირზე და გასაბერნ გემზე დაჯეგი თორა და დაგწხრილავდო ახლა დახრეტასო ჯობია მის ზღვაში გადავარდეთო იქნები ხჩოთო და დაждდებოდე და ისეთი წვიმა წამოსულაო ხელით ვასხამდითო იმასო თან გადასაბერ დიდი დრამე კი არისო ახლა რაღაცა აქედან ახლა იქამდე ალბათ ერთი 6-8 მეტროიანი შეიძლება ყოფილიყო დიდი ხო არ იქნებოდა ხო და სულუნებოდი შერა ვინმე ყოფილხარ მეთქი და რამ ჩამოგიყვანა და აი ასე და მე ვიზა ჩამოვიდა გერმანიაში, კაი დრო ვატარე გერმანიაში. მარწყებში შევიყვარეს კიდე რაც კიდე ჭამეო. ხო და იქიდან გამამგზავრეს მე მილანდა კიდე დავჭიქი ფლორენციის ავტობუსზე, იქ დამხვდა გოგო და მე მიყვარეს მაშინ ამოვისუნთქე. აქ ამოსული იქ ჩავისუნთქე უკვე. ნერვიულობდით ასე? რაღაც არ ნერვიულობდი, არაფერი ენა არ ვიცოდი და მარტო ვიცოდი ქართული და რუსული რო ვიცოდი, სულ ვიძახი ესე მაინც ვიცოდი რომ იტალიური როგორც რუსული ვიცი და რუსულს დამავიწყდა. იტალიურს უევნები ხოლმე ასე. იტალიური ისწავლეთ. იტალიური კი. სერტიფიკატიც მოგდა. ვაა. პენსიასაც ველოდები და რა ვიცი თუ მოჩავმევა. პენსიაზე მაინტერესებს მე. ანუ რა არის ასეთი აი ამ პენსიაში? ამდენი წელი იყავით იშრომეთ და ბევრი ვიცი რომ ძალიან ელოდებიან ხო ამ პენსიას. რა არის ის პროფკავშირები იყო ჩვენი კომუნისტების დროს. აი ჩვენ ხო ვიხდიდით რაღაც ფულს. იქაც რომ უშავ ჩვენს კონტრიბუტებს უძახით, იმას ვიხდიდით. და ოჯახს გააჩნია, რამდენ საათს ჩაგიწერთ, რამდენ ახლა არის ზოგიერთი რომ ვერ გადაგიხდის, ამდენ 54 საათია მაგალითად ყველაზე უმაღლესი. მე არ უნდა გქონდეს უმუშევრობის აღებული, ის რომ გამევიდა კანონი ეს ახლა ჩვენ ხმაურობდით ხოლმე, აი ჩამოვდიოდით და უმუშევარიც შეიძლება ახლა სამსახურები რომ შეიცვალო და რაღაცა არ გააფორმო საბუთები. მაგრამ აფორმებდი გოგოები და მე მაგალითად ერთხელ ვიხმარე და ვიყავი აქ პრობლემა შემექნა ჩამოვარდი რაღაცა ნეკნი ჩამიტყდა ხო და იმის მერე ერთი წელი ვიყავი ახლა და მიგზავნიდნენ ფულს იქიდან გოგოები იღებდნენ და მიგზავნიდნენ ერთი წელი. აი ის უკვე იმას დაარტყაც პენსიას და 280 მაქვს ახლა პენსია. ველოდები დღე-დღეზე ახლა ჩამერიცხება. არის იქ კიდე უფრო ვინც ხელს მოაწერს, მოყალაკე გახდება, უფრო ადრე 68 წელს გადის პენსიაში. და ისე ჩემი მოხეცებლები 71 წელს გადიან.
და სანამ ცოცხალი ვიქნები ჩამერიცხება. თქვენ ახსენეთ კომუნისტების დრო და მაგაზე რომ ჩაგეკითხოთ ცოტა ინტრიგნულად რა რომ ანუ კომუნისტების დროსაც ანუ საბჭოთა კავშირის დროსაც გიცხოვრიათ მიცხოვრია შვილო და გიცხოვრიათ ევროპაშიც ასე რომ ვთქვათ ევროკავშირში. ორდენს ვაბარებდი და ახლა არა მიღია მის ფული. ხო არა? ვაბარებდი ბანკში შექონდა მე გითხრეს რომ გაურმაგდებაო თუ რამე მქონდა დედაჩემი მეხმარებოდა მე ღვინოს რაღაცას მიყიდა ხოლმე და მეხმარებოდა და შემქონდა სალურაში და შეგვიჭამეს რაც ფული მქონდა მაი ჩემი მულების ფულებიც არის შემიჭამეს რა მაგრამ რა იყო მარიამ შენი კითხვა? ჩემი კითხვა ის იყო ზუსტად რომ აი ეს შედარება რა ევროკავშირსა და ევროკავშირში ცხოვრებასა და საბჭოთა კავშირში ცხოვრებას დიდი განსხვავება მე მაგალითად ახლა 65 წელს მე წამლები უფასო მაქვს ხო და ახანა სადაა ისე არის ახლა თვალის ოპერაცია გავიკეთე და არაფერი მაგრამ არის პენსიონერისთვის არის მე ახლა რაც წამლები მჭირდება ჩემი პენსია არ მეყოფა იმას აი იქიდან რომ წამოვა ახლა რეალურად ის იქნება და ეს მე შევეკითხე მე ვთქვი პენსია რომ მაქვს ხო არა ეს ამ ამის დამსახურება აქ რომ მუშაობდიო და არაფერ შუარაში არა თქვენი პენსია იქ. ყველაფრად ჯობია ევროპა და რო იძახიან ევროპა არ გვინდა ევროპა რა არ გვინდა. აბა რუსეთი გვინდა? აი საკითხავი ეგ არის. აი საკითხი რუსეთი. რაც რუსეთმა გაუკეთა აფხაზეთს და სამაჩაბლოს მე არც 8 დედმამიშვილი ვართ. 8 ამდენი 27 შვილი დედაჩემ მამაჩემს და 32 შვილთაშვილი. მე არავის ისე როგორც დავტოვე ამ 18 წლის განმავლობაში ჩემი ოჯახი ისე დამხვდა. არაფერი არ მიგზნია, მაგრამ ისეთები რომ ამოიღებენ ხმას, ვისაც აფხაზეთი გამოუვლია, ანდა სამაჩაბლო გამოუვლია და რუსეთი კარგია. აი ამას რო იტყვის, მე არ მწამს რა იმისი არაფერი და ძალიან შორს დგავარ მე მათგან. იმიტომ რომ რუსეთმა რაც გაკეთა ისინი გერმანიას არ გაუკეთებია. აი ეს ცხოვრებაც კაი იყო რომ სულ ერთად ვიყავით, ერთად ჭამდით, ერთად ვსვამდით და მე მაგათა ამ ხელა ოჯახიდან მარტო მე ვიყავი ემიგრაციაში წასული. და იქ არიან თელი სანათესაო, დედაშვილები, მამიდაშვილები რაღაცები და არ წამევიდნენ, იმიტომ რომ ოჯახში როგორც გაგწდება საბანი, ის უნდა დაიხორო, ნათქვამია და ესა. და მე იმიტომ უფრო წავედი რომ აი ეს მოსავალი ხო იცი, აღენახს ჩაყრი, მოული რაღაცა. ახლა სხვა მდგომარეობა, მეტი ყურადღება, მეტი ფასი აქვს ვენახს და უფრო აშენებენ, მაგრამ სოფელში მუშახელი არ არის. ფაქტიურად ახალგაზრდები, ხალები წასული არიან ახლა ჩემ ქუჩიდან, ბევრს უნდა ჩამოსმა, ვერ ჩამოდიან, აი რას უნდა მოყიდონ. ერთი ქარხანა მაინც აშენებული იყო. აქ მე ვეღარ ვჩერდები. მე აი სოფელი მირჩევნია, იქ ეზოში თუ არ გავიარე და ვენახში არ შევედი, ახლაც ვენახი გაკრიალებული მაქვს ახლული, მით უმეტეს მეუღლესული თქვენ კახად იცით ახლა იქ ჩემი მდგომარეობა და მე ეს ცხოვრება უფრო მაწყობს. მე რამდენჯერაც თბილისიდან გავალ და ამას ხშირად ვაკეთებ ხოლმე. სოფელს ძალიან უჭირს, ანუ სიდუხჭირეა. და ხო მარიამს უნდა მიუბაძო და მეც ცოტა პოლიტიკური კითხვა უნდა დაგისვათ. წინა საარჩევნოდ ამ ჩვენი ბოლო საბედისწერო არჩევნების წინა პერიოდში მეც ემიგრაციაში ვიყავი და მაშინ მივხვდი რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი ჯერ კიდევ რაღაცნაირად ამ ძველ დროს მისდევს, ძველ დროში გულისხმობს საბჭოთა კავშირს, ხო? და ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მძიმე სიდუხჭირიდან წამოვიდა საქართველოდან ეკონომიკური პრობლემების გამო, მაინც ქართული ოცნების მხარდამჭერია. აი ამას როგორ ხსნით? როგორ ხსნიდა რა გითხრა? ახლის იმედითა ვართ. ახალგაზრდობა მოვა იძახიან და ამხედრებული გიორგი მოვა და გაშენებსო და აღარ მოდის და მიეჩვია ხალხი. თავრობაც არ მოსწონს, მაგრამ სამსახური აქვს, გაიგე, ოჯახიდან ერთი წევრი მაინც მუშაობს. სამსახური აქვს და იმიტომ ხმას არ იღებს, შენ გონია მოსწონს ბევრს. რაც ახლა არ ვიცი, რაც მაღაზია ითქმება და იწერება და რაღაც ამდენი ფული. ხანდისხან ვიტყვი, ამდენი ფულის პატრონია და ერთი აღმაშენებლივით შევიდეს ისტორიაში. და გაჭირებულებს მოეხმაროს. პენსია რა არის ჩვენი პენსია? ხელფას თვითონ უმატებენ ხელფასებს კარგად.
12,000 თუ რაღაცებიას და ჩვენ რა გვაქვს? ამით 450-ით იცოდნენ რა უნდა იყიდო, ოჯახი შუქი გადაიხადო, გაზი გადაიხადო, მეტის წყალობით ახლა იმასაც ამბობენ რომ ჭებს სოჭიკებს დავადგამთო ჩვენთან სოფელში. როცა მამა პაპესეულის წყაროები და ისინი აქვთ ხალხს. ხო, რა უნდა გააკეთოს ახლა ქალაქში, აი მიწა რო არ გაქვს და არაფერი, სოფელი რო არა გაქვს. რა გინდა რომ მიდიხარ ახლა იქ ევროპაში თუ არ მოგწონს? უნდათ ევროპაც უნდა შეინახონ ევროპა, ხელფასი ევროპის, პენსია ევროპისი და ევროპა არ მოსწონთ, გაიგე? აბა აქ რა მოგწონს, სად მიდიხარ, რატომ მიდიხარ მაშინ? მე ხვალას წავიდოდი დიდი სიამოვნებით ჩემ ოჯახს და ვეხმარები რომ ჯერ შემიძლია ერთ მოხუც კი არა, 5 მოხუც მოვული ერთად. ძალა მაქვს და ყველა მიცით ჩემი ხასიათი ძალაც იქ რა ძალა მქონდა. მე ახლა რასაც ვლაპარაკობ არ მწვენია და ვინმე იტყვის ვაიშის პატრონს ამას არ მემეტყვის, იმიტომ რომ რაც ხდება და რაც არის ესე მე მაგალითად მომხრე ვარ ახალგაზრდების. აი რომ მოვა ახალგაზრდობა და ერთი ურა რო თქვას, მე მგონი უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ისეთი კანონებს იღებენ, გადავირია ხარა, რა კანონი უნდა შემევიდეს ახლა ისეთი რომ თანახმა იყოს ეს ახალგაზრდობა. აი ის რო არის ახლა ავიღოთ ჩემი გოგო მიტინგზე გავიდა ბაღდადში. რომ მათე დევიძე ხო? დევიძე ის გაუკეთა, რა ქვია? ხარდაჭერა და რატო იცი, ჩემი გოგო სულ ეტირება ემიგრაციაში რო ვარ წასული, აი ჩემი თავს გადასახედეთ, რომ იყო და დედა ყავდა და მე რო წვალობდი იქა და ვიყავი რომ 1-2 კაპიკი დამედო ერთმანეთსა და გამომეგზავნა 4 ბავშვს იმას გაუგზავნი ამას და ვისაც ერთი ყავს ახლა ერთსა კიდე რაღაცა, მაგრამ ზოგს ციხეში ყავს ბავშვები. ქალბატონოს ერთი რაღაც ნაკითხოთ რა, ამ დილით რაღაც აქციის მონაწილის ვიდეოს ვუყურებდი და მე კომენტარებს ჩავყევი. და ძალიან ბევრი ნეგატიური კომენტარი იყო. მათ შორის ძალიან ხშირად ვკითხულობდი რაღაცა ჭკვიანად მოიქეცით და არავინ დაგიჭერთ. ნუ რაფერს დააშავებთ და ციხეში არ ჩაგვსვამენ. და მე გადავდივარ ხოლმე ეს ჩვევა მაქვს, რომ გადავდივარ ამ პროფილებზე და ვამოწმებ სად არის ეს ხალხი საერთოდ და ხშირად არის ხოლმე რომ ემიგრაციაშია ეს ხალხი, ვინც ასე წერს. და აი თქვენ ნიშვილი აქციებზე და ჩვენ აქციებზე დავდივართ უკვე 200 დღეა და მეტი კიდევ. რას ეტყოდით აი ეგეთ მშობლებს, რომლებიც არიან ემიგრაციაში და ჩვენზე ამბობს რომ რაღაც წარმოდგენა აქვს რომ ჩვენ ვართ კრიმინალები და რაღაცას ვაშავებთ ან ვამსხვრევთ ან ტეხავთ ან ვურტყამთ ვიღაცას. აი ასეთ ადამიანებს რას ეტყოდით? რა არის ყველაფერი და ჩვენი მილიცია რო იქცევა ახლა ასე არ მგონია. მაინც ქართველებს როგორ შემოუხაზავს ხოლმე ან შემოარტყამენ სახეში. ერთი ქალი დაატრიალა ახლა მე რო შევსვენებოდი, მე რო ვიყოფილიყავი ახლა იმას ისე შემოულაწუნებდი ერთი გარტყმისთვის ეგერ ჟურნალისტი ყავთ დაჭერილი იგერ. და შენ რო აგინებდა, შენ რო ცხვირპირი ჩამოდი, ჯერ ის გადახსნილი რო აქვს თავი და დაწოლილი რო არის და იმას ურტყამდი. ესე იგი მე რა სახელმწიფო თქვა სიტყვაზე. გინდა სააკაშვილის დროს და გინდა ახლა. რა განსხვავება? ყოველთვის მე ვიცავდი ახლა აი მილიცია და რაღაცა, მაგრამ ეს რა წესია ქალებს წაქცეულს რო ურტყამდა ქალებს რა შეურაცხყოფას აყენებენ. მე იტალიაში ეს შეურაცხყოფა არ მინახე ეგას. არიან გამოსვლები, ვიღაც რო ამტრევენ და ლეწავენ ყველაფერს, მაგრამ ამისთან ამბავი ხარ ხდება, არ ვიცი მე. მაგრამ მე მგონი თუ არ შეიცვალა ჩვენი მდგომარეობა, ახალგაზრდობა ძალიან არა და ჩვენი ახალგაზრდობა ციხეშია. ახლა რო შემოვა ირანი და ის წუხელი ვნახე, შეფენილი იყვნენ ის ტოლვილები საწავლე, ყველაზე ახლოს ვართ ჩვენ. შემოვლენ ახ ჩვენ და დაიკავებენ საქართველოს უკართველო და ამას ქვია ეს მედეგი არაფერი. კი ბატონო, ან თქვენ იმას ამბობთ, რომ ახლა ისეთი მდგომარეობა ამ პოლიტიკური ფონის პირობებზე კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა წავა ემიგრაციაში და წავლენ, იმიტომ რომ თავისუფალია იქა და ასეთი ამბავი არ ხდება ახლა. და აქ კიდე ყველას ეშინია, ხმას არ იღებენ, იმიტომ რომ ლუკმაპური არ დაკარგონ.
მე მისია იმას რომ უხდიან ფულსაც და ყველაფერს და მე ფულს არ ვიცი შემომიყდის ვინც მე მინდოდა ვირჩიე ისა მე ჩემ გოგოს უთხარი ვინ შემოუხაზო დედა ვინც შენ გინდოდეს და შემოუხაზე ვინც მე მინდოდა თავისუფლება ეს ვინც გინდა იმის შემოხაზე მაგრამ ხო უნდა შეატყო კაცო ხო უნდა შეატყო თავისი შვილები პირველი დადგებიან გარბიან ამისანა ხალხის შეყავთ იმაში სკოლებში ფრანგულ სკოლებში და იმაში ასწავლიან და შენი აქეთ იმ საშუალება არ უნდა გქონდეთ იმათ რომ ისწავლონ რაღაცა საჯარო სკოლებში და ნეტა ის რო არის კერძო სკოლები და ის რო არის რა გადასახადებია 2000-3000 ვის ზურგზია ემიგრანტების არ არის ასე ადვილად ხელფასები ჩვენ გვაქვს ერთხელ გვაძლევენ და აქედან დაუძახებენ დედაფული და სადაა ამდენი ფული არ არის მე ის საწოდავი კიდე თხოვლობს მათხოვრად არის ზოი გადაქცეული და რო გაისწორებენ თავისას იმ ფულს დაბრუნება არ უნდა არის იქაც ამბავი და ბრძოლა მე ერთმანეთში გადაჭამა ახლა წინა დღეს წავიკითხე და ჩემ ამხანახს იმას რომ ფულს მოპარას ავანტყოფი ბავშვი ყავს ჩამოყვანილი იქა თან მუშაობს და ვინ აქვს ნაქერავები და ვიღაცა შეუშვა ბინაში და მოპარეს ფული 500 евро იმას რომ კაცი მოპარავს ფულს იმ ავანტყოფ ბავშვის პატრონი ახლა რა არ შეუშვებდა მე იმაში დაიწყებენ ქართველები ასე შვებით ქართველები ესე შო რამდენს მე დავეხმარე მინდა დავწერო მაგრამ კიდე ჩემ თავს სიმპათიის თორე წერილის გასაშვალება იმის არ მიყვარს რომ მაგრამ ჩემ თავს სიმპათიის შვილები მყავს და ამისანა და უფლისთვის მიმინდია და ეკლესიაში თუ შევალ ვიტყვი რომ აი დაასაჯეს ჩვენ შორის ალალ მართალი. всё მე წარაფერს არც უწყევი არაფერს. ზოგადი კომენტარი მინდა ახლა ამ ამბავზე გავაკეთო, რაც ფიქრები წამოვიდა არის ის რომ სინამდვილეში ეს ქვეყანა ემიგრანტების მხრებზეა. ამას ძალიან ხშირად ვამბობ და კლიშედ კი იქცა, მაგრამ უყრე ემიგრანტების მხრებზეა და თითქოს ეს ამბავი ბუნებრივად მივიღეთ უკვე. თითქოს ჩვეულებრივად თქვენც ამას ამბობდით, რომ აი წახალისება არის და აი რაღაც სითამამეც კი რაღაცა ბუნებრივად მოდის, რომ კაი, წამო აგერ ვალი ავიღოთ და ბინა ვიყიდოთ და უცბად ემიგრაციაში. ანუ რაღაცა ადრე უფრო მძიმე გადაწყვეტილება იყო აი დედაჩემის ფიქრობდა ემიგრაციაში წასვლაზე და რაღაცა ძალიან დიდი ხანი და ბევრი წელი ფიქრობდა ამ ამბავზე და მაინც ვერ წავიდა, იმიტომ რომ ვერ და ახლა ისე გამარტივდა ჩვენს თავებში, რომ აი ემიგრაციაში წავალ და ამას გავაკეთებ, მაგრამ ეს ბალანსი ეკონომიკური და სოციალურიც დარღვეულია ამის გამო. ანუ და ძალიან ბევრ რაღაცას ურტყამს, ხო, არა მარტო რაღაცა რამდენი შემოსავალი გაქვს, არამედ ურთიერთობებსაც ოჯახის წევრებს შორის, ხო? დაცივებულია ძალიან გული ბავშვების. და ეს დანაკლისი, რომ მშობელი შორს არის, ბავშვი აქ მარტო რჩება, ეს ცალკე შრე არის ამ ბავშვი და ამ ამბიდან გამოსავალი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ეკონომიკურად მყარად და ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მყარად მარტო იმ შემთხვევაში იქნება თუ ინსტიტუციები იმუშავებს სამართლიანად და თუ გვექნება სახელმწიფო სიჯანსაღი გვექნება, ხო? და ახლა მივდივართ ისევ იმ წრეზე, ანუ აი მიგრაციას ვერ ავწდით რა, იმ წრეზე მივდივართ, რომ ისევ იქითკენ მიყვავს ეს ქვეყანა რაღაც საფრთხეებით სავსე ქვეყანას ვქმნით ისევ. რაღაც მე 90-იანი წლების ფლეშბექები მაქვს რა. საიდანაც ხალხს სულს მასიურად დაბრუნდება ის წლები თუ არ შეიცვალა ჩვენთან დაბრუნდება თუ ნახავ. რატო იცი? ემიგრანტები იქ უკვე ისეთი პერიოდია რომ თვითონ იტალიასაც უჭირს ჯერ ერთი სამსახურები ჭირს. ხო და შენ რო გინდა ჩადი ახლა 3-5 წლით. რო და რაღაცას ვიზამ და ჩამოვალ. იცი როგორ ჩათრევა იცი? ახლა არა, იცი მალი გადის იქ წლები. ახლა არა, ახლა იმას გავაკეთებ, ახლა ამას და ბინებიც იყიდეს, ზოგმა 3-3 იყიდა, ერთმა კიდე გავაქირავებო, ჩემ სიბერეში მექნებაო. და რო ჩამევიდა, მე გოგოები რო ჩამევიდნენ, ახლა ჩემი ტოლი ქალები რო ჩამევიდნენ, ისე აქვს გაცივებული გული რო შევხედე რა ისა ის ტელეფონშია ეს ტელეფონშია შვილი მიამიჯერებს ის მიამიჯერებს და ავდექი და წამევედი ისევ აქ მიჩევნია ვიყო და ეკემენს პლუს მენს გავაკეთებოდა ახან არაფერს სამსახური არა და ჩვენისთანა ქალები ახლა რამდენია კიდე რომ შეუძლია ქარხანაში ვაშლი გადაარჩიოს და ხილი გადაარჩიოს რატო უნდა შემოდიოდეს საზღვარგარეთიდან ასეთი უჩოხრებული ყველაფერი რასაც უყურებ ახლა ეს თუ ჩემ ბავშვები ხანსან ტრანზიტ და მართალი არა ყველა როგორ არ არის ახლა მართალი რო უყურებ ახლა პამიდორი 2 მანქანა გააბრუნეს უკანო
ახლა რა სასუქი აქვს გაკეთებული მასე ყველაფერი ვინ ამოწმებს ვინ ყავს პატრონი და გამკითხავ ჩვენ ქვეყანას ახლა ეს საერთო საქმეა ახლა ამ ბიჭების განთავისუფლება ამ ბიჭების გვერდში მოდგომა გამოსვლა რომ გადაბრუნდეს ეს მე არ მეშინი არავის ვინც მოვა ახლა ჩემ გოგოზე ვინმე რამე რომ მითხრას ალბათ არ ვიცი შევაკვდები ზედმეტი ეს ნათქვამი აქვს და ახლა იმისთან სმაილები დაწერეს აი აქედან მინდოდა მითხრა დაწერეთ შემაბოშემა არ გამაცემიეს პასუხი არიან ემიგრანტები დედები და იმისთანა დედა რომ არ უთანაგრძნო მათეს დედას ასევე გვერდჩარ დაუდგები ხო ის მეტი რისი ღირსია აი არ ყველა უფელმა შეხედოს და ყველა გასაჯოს რა მე არ ვიტყვი არაფერს მიხვდება ახლა ვისაც ქონდა ისა მეორე ხრუნახე წაშილები იყო ყველა ძალიან მაგარი ხალი ხართ რა ძალიან მჭირდება თქვენნაირი ადამიანების გვერდში დგომა ახალგაზრდებს და როდესაც თქვენი თაობა ასე ფიქრობს და ასე გველაპარაკება ყველაზე მეტ ძალას თქვენ გვაძლევთ არის ახლა იქ მდგომარეობა ახალგაზრდა რო ჩამოდის მე დახვდებიან და ვაიმე რატომ მოდიხარ და რა უნდა ხნას და მე პირიქით ვამშვიდობდი რომ ნუ გეშინა კაცო ვინ იცოდა ენა ყველა მისწავლა ენა ნუ გეშინა თქვენც ისწავლეთ ახალგაზრდები ხართ და ისწავლ რა ვიცი ისე გვაშინებენ ზოგიერთი და ნუ უყურებთ ნუ რა ვის ზოგიერთი მართლა უკვე პრობლემაც აქვს ჯანმრთელობის ძალიან ცუდად იყო და ერთი გოგო იყო ჩემთან ხა მე რო ჩავდივარ ყოველ წელს მოვდივარ იქიდან და ბებიას რო დავტოვებდი მე ჩემ მკვდარი ბები არ მინახია 18 წელიწადში რომ მოვდიოდი ესე იგი მიყვდებოდა ბები არ ვიცი ხა რა სჭირდა მებიებში მე რომ მოვდიოდი ჩემზე ნერულობდნენ თუ რა იყო არ ვიცი გეჩვევიან ხო მეჩვევიან და მერიტანენ მართლა რომ ჩავდიოდი მე ესე გიждდებოდნენ ხოლმე და ეს ძალიან ძნელია იცი მე ახალი ოჯახის ნახვა შენც განიცდი რა ოჯახში შეხვალ როგორც ის ბებია განიცდის რომ ვის გადავეყრებ აი ესეთი რაღაცა რამდენი ხდება და იმიტომ ვიძახი რომ ეს ახალგაზრდობა რომ მოდის ხო რაღაცა ნერვებიც აღარ აქვთ უკვე გაიგე ბოდიშა შენ დედას ვერ მოუვლი ხოლმე ყოველ დღე ამოგივა ყელში და რაღაცა და ახლა ეს ცოტას ერეკებიან ისინი 1000 კიკინებენ შენი პრობლემა გაქვს შენი ისა გაქვს ნერვები გაქვს და როგორ უნდა გადალახო ეს ყველაფერი ახლა და ეს ახალგაზრდები რო ჩამო უნდა აუხსნა ნუ გეშინია კაცო ახლა პატარა ხან და ერთ თვიანზე შედი ორ კვირიანზე შედი სამი და უფრო ისწავლი იმას თქო რა ქვია მუშაობას თქვენ ხართ ჯაფარიძე მე ჯაფარიძე ვარ გასწრებული ვარ ძალიან ისე ხართ გაზრდილი თავადურად მეც ასე ვარ გაზრდილი ემიგრაციაში წასვლა თქვენ ახსენეთ კიდევაც რომ ძალიან მძიმე სამუშაოსთანაა რეალურად დაკავშირებული არც თუ ისე მარტივთან და არ ვიცი ალბათ ცოტა ისე რო ხარ ადამიანი გაზრდილი ცოტა ალბათ რთულიც კია ღირსება შემლახავი ცოტა არ იყოს სამუშაოს გაკეთება იქ საპირფარეშოებია გასაწმენდი მოხუცებთან არის ეს ახლა სახშიც გიწევს და ხო მაგრამ მაინც მე ანუ ჩემი კითხვა ის არის რომ რამდენად მარტივია ემოციურად ამ ყველაფრის რაღაც საკუთარ თავის გადალახვა არ ვიცი რამდენად მარტივია თქვენ ხა ამაზე საუბარი მაგრამ კიდეც ახსენეთ გარკვეულწილად რომ აი რო ჩახვედით და თავიდან ამ ყველაფრის გაკეთება რო გიწევდათ ხო როგორ გადალახეთ ეს მომენტი იქ ქართველებთან გაზიარების მომენტები თუ არის ხოლმე თუნდაც აი თემობრივი კავშირი რომ თქვენ ამ ყველაფერზე საუბრობთ ხმამაღლა რაც გაწუხებთ შინაგანად თუ ფიზიკურად გეტაკილებათ ხო დასასმელი გეტაკილებოდათ თუ არა თავიდან და მე ამ ყველაფერს როგორ გავუმკლავდით მე არაფერი იმიტომ რომ 15 წელი დედამთილი მყავდა ლოგინში 15 წელი ხო ხო და ასე რომ მე მულები მიყვა კიდე იმას მე არ გამჭირები ყოველ შემთხვევაში თან ძალა მომდგამდა რომ მოვკიდებდი მოხუც ასე გადმივიღებდი არც მეგონა ელოგინი თუ იხსნებოდა და ბევრს ვაცინებდით ხოლმე და ჩვენც ვღადაობთ ხოლმე იქ არა იმიტომ რომ სიტყვები ხან ისე შეგეშლება ერთნაირები არის პანე კანე ესეთი პური ძაღლი ესენი ერთმანეთს იმაშობა რა ქვია ეს გავს გაიგე და იმდეს მოყვებიან გოგოები კომიკოსები არიან ზოგიერთი ძალიან ბევრი კაი გოგოები არიან მართლა გადამკვდარი ოჯახი ზარასაც ქვია და აქედან მოვიკითხავ ყველას აქეთ არაფერი ცხოვრება არა გოგოებო და ჩამოდით თუ გინდათ და ჩამოდით და წაიყვანთ ყველა სვანეთში სამუშაოდ
სადეპატიჟე მაღლა. რატო იცი? რატო იცი? ბევრი მეუბნება რომ ისო რა ისო სვანეთში ხო წამიყვანო და შეინახეთ პატარა ფული და წაგიყვანთ მეუთხარი აი და ერთ მარშრუტკას ვიქირებთ და აგიყვანთ მე სვანეთში მეუთხარი განახებთ ევროპა ნახეს და სვანეთი არ უნახეთ ჯერ რა შენი ქვეყანა ვერა იმიტომ რომ აქ საშუალება არ ქონდა და ვერ მიდიოდნენ და რამდენი ასე და ჩამოდით გოგებო წაგიყვანთ ყველას ვინც მეისურვებთ ძალიან უდიდესი და უზარმაზარი მადლობა თქვენ რომ მოხვედით და ეს ამბები გამახსენებიეთ ასეთი ამბები და ღმერთის წყალობა ისეთი იყოს რომ ჩამოვიდეს ყველა ბედნიერად ახალგაზრდებიც და დაუბრუნდნენ თავიანთკერას ნამდვილად არიან იქ მოქმედი ადვოკატები მოქმედი ექიმები მოქმედი ყველას რომელი იმას ვერ ნახავ ინსტიტუტ დამთავრებულს და მომუშავეს, მაგრამ ხელფასები არ არის ხელფასები, იმით ვერც ბინას გეისტუმრებ, მერე გადაგდება არის ხოლმე გადააგდებენ ბინა ჩადებული აქვთ და იმის დახსნის გულისთვის ახლა ჩვენგან კიდე ამერიკაში მიდიან. ის არ ეყოთ ახლა აქ რო ვიქნები ახლა ისინი ახლა როდის ჩამოვლენ ჩემი ასაკის რწავლები მეც მინდოდა ერთი პერიოდი ვსწავლობდი იმას მაგრამ იქ აქ სიტყვებს ერთი კაი ხანა გიყავდა აი იყო რა იცი დილა იწყებოდა ხოლმე ჩვენი ქართული სიმღერით და მე კიდე სვანო სიმღერასო ჩავრთავდი და ლილეს შემოსწა ის დღის ჩემთვის ბედნიერება იყო და მაშინ იყო უფრო ის ტელეფონები არ იყოს ჩვენ დროს არ იყო ესე დავждდებოდით სადმე კაფეებში და იმას Skype იყო მაშინ. დაველაპარაკებოდი ტელეფონზე და მეტი არაფერი. ერთი წუთი და всё დამთავრებულია გადაიხედა ათილა და ვერაფერს მოასწრებდი ევროს. ხო და ახლა არის ეს საშუალება და უკვე თითქოს ბავშვები ჩემ ხელშიც გაიზარდნენ. ახლა ფულს ხო გაუგზავნი. ხო ახალი ჩამოსულია ახალგაზრდა გოგო და ქმარს ხო გამოშვებული ყავს სამუშაოდ იმისა რა კაცი რა ვთქვი მე და დაждდება და ერთი მეშოკი ადგეს და იმუშავოს ორი კაპიკი რაღაცა ფქვილი მიიტანოს სახში არა შვილი ცოლები გამოშვები ყავს ახალგაზრდა გოგოებს ზოგს და შენ ახლა ალბათ ვიღაცები ყავს იქანა და ფულს არა გზავნი და აი ამ სიტყვებით გევნები ზუსტად რასაც გოგოები მიყვებოდნენ ახლა ხო და ნერვებაში და ფიქრობენ მე იტალიაზე გაანგათხოვდნენ და ოჯახი აწყონი და ვაფშე არ უნდა წამოსვლა აქეთ და ის უბედურია ის ქვეყანა ახლა ვისაც ემიგრანტს ახლა თავისი კუთხე და ოჯახი არ აქვს აქ. კი. მე ასე მგონია, იმიტომ რომ მაინც შენი ქვეყანა ამნაირი ქვეყანა სადაც წავი ვერსად ვერ შევედი. გოგებო. საქართველოს ნაირი არის სადმე თვითონ თავრობა არ ვარ გათორე სად არის გოგო სად ჩვენსთან ქვეყანა. კი ბატონო. ყველანაირი ასე ჩაგდე უცებ მოგივა ყველაფერი. ჩვენც მაგას საუბრობთ კი და აი ამას გამოყენება უნდა. თქვენ მით უმეტეს ბოდიში გაწყვეტენ ნასწავლი ხართ საზოგადოებრივ. თქვენ სხვანაირი სტატუსი ქონდა და ჩვენ სხვანაირი. ჩვენ მოხუცებს ულიდით და თქვენ ქებენ სწავლობდით და მომავლის იმირის შვილო ისიც. ახლა ლილი ხო თქვენისა ლილი მე მგონი ბევრ დავხიე უკან იმით რომ მამამის სული და მერე თან იყო ეპიდემია მოხდა და სულ ჩაიკეტა ბავში და რაღაცა უნდა გაეკეთებია და ის იყო რომ გახსნა ის სოფელში ლილი თავს არ დაიგარდა დიმელი ქალებიო რაღაცა უნდა ლილი ზუსტად თქვენაირია სხვა ადამიანებს ქალებს ვისაც დიპლომები აქვს ვინც ენა იცის და მოდიან იკრიბებიან ახლა ხო ნახე ქალები იკრიბებიან ვისაც უნდა გაზიარება ვისაც მიხმარება ზოგს სოფელ ჯიში მუშაობდა ხო იყო ჯი სოფელი ჯია რა სწორად ვამბობ იქ და იქ აბარებიებდა ფქვილი იყო რამე იყო და თვითონ თავის იმით მოქონდა რა ქვია ტრანსპორტით რომ სოფელში ბავშვი ქალები დაემაგრებია მაგრამ მაინც ახლა ჩაანაცვლეს ახლა შვილები ისინი ხო მოდიან ახლა შვილები წავლენ და კიდე ბევრი წავა ბარე ბევრი წავა აი ამ თავრობის ხელში აგერა ხართ მე მინდა ერთ რაღაცა რო ვთქვა თქვენ კიდეც ახსენეთ და ხო მე და თამარა ძალიან პრივილეგირებული სტატუსით ვიყავით საზღვარგარეთ როცა ვიყავით ამიტომ გვინდა რომ უფრო ხელი შევუწყოთ იმას რომ აი თქვენნაირი ისტორიები გავაჟღეროთ ხმამაღლა და ბევრმა იცოდეს უფრო იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ანუ ჩვენ კი დავიწყეთ ეს პოდკასტი მაგრამ არ დაგვიწყია როგორც ძალიან ისეთ ტრავმა გადატანილი ემიგრანტებზე მუშაობთ? დიახ ხო
ხო და რამდენი გაბრაზებული ჩამოვა მოგიყვანთ, გინდა? კი ბატონო. უბრალოდ ხო ამის თქვა მინდოდა რომ ჩვენ რაღაც ეს ამდენი რაღაცა ტკივილი არ გადაგვიტანია, ამდენი დაბრკოლება არ გადაგვიტანია და ჩვენ უფრო პრივილეგირებულები ვართ მე და თამა. მაგრამ ბავშვები რო არა პრივილეგირებული ხმები გვჭირდება რომ ძალიან ბევრი ემიგრანტია არის ქართველი ემიგრანტი. მე ყველას თავისი ადვილი არ არის სიკწევსლა არც მოხუცის მასწავლებლად და არც სასწავლებლად. მე კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გითხრათ ქალბატონო რაის ახლა ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკეთ როგორც წესი 40 წუთი ყავს ხოლმე სტუმრები და თქვენთან საათზე მეტი ვილაპარაკეთ დანარჩენი დიდი გავაგრძელოთ. კი ბატონო პირობა მიღებულია აუცილებლად მოვალთ მეც და მარიამიც. მიჭირს ამ პოდკასტის დასრულება. გეპატიჟებით უწამოხვალ მართლა სექტემბერში ჯაფარიძეობას ვიხდით. ჯაფარიძეობა. ყოველ წელიწადს და ერთი ჯაფარიძე ვიპოვე კაცო. ჭიათრულები არიან სხვათა შორის ჩვენთან. ერთი სამოსადო გაგაცნო. იცი რა кай ხალხი არის ყველა ჯაფარიძე ისე კი არა. ჯაფარიძეები კარგები ვართ კი. ხო, მაყურებელს მინდა ქობულეთში გვაქვს წელს შეკრება. სვანეთში იყო უკვე და კარგად ძალიან კარგად ჩამოვლია. მე არ ვიყავი. იტალიაში ყავი გული მწყდებოდა ძალიან. ბოლო რაღაც მაგასაკეთებელი და მე დავიშლებით. მაყურებელს და მივმართოთ ახლა. მაყურებელს მინდა მივმართო ჩვენი პოდკასტი ემიგრანტები დღეს არ ვიცი შეიძლება YouTube-ზე უყურებთ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ გამოგვიწეროთ სხვა არხებზე, Spotify-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე. გვიყურეთ, ეს არის მესამე ეპიზოდი და თუ კი ჯერ არ გაქვთ ნახი მეორე და პირველი აუცილებლად მიუბრუნდით, იმიტომ ძალიან საინტერესო ისტორიებს ვყვებით. გპირდებით რომ კიდევ მრავალი ძალიან მაგარი აგერ ქალბატონი რაისაც დაგვირდა რომ ემიგრანტებს მოგიყვანთო. ბევრია მაგარი ისტორია გვექნება და თუ კი გექნებათ სურვილი რომ მხარი დაუჭიროთ პოდკასტს ფინანსურადაც ამის ლინკებიც იქნება აღწერილობაში YouTube-ის აღწერილობაში. ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენით. ეს იყო ემიგრანტები დღეს. მადლობა.